იცოდით, რომ მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე ცნობილი ვამპირი ნამდვილად არსებობდა. ცხადია, სინამდვილეში იგი არ ყოფილა ზებუნებრივი უნარებით დაჯილდოებული, მაგრამ ის რეალურად იყო ვლახეთის მმართველი. საუბარია ვლად მესამეზე, იგივე ვლად დრაკულაზე, რომელსაც ასევე ვლად სარზე დამსვენლის სახელითაც იცნობენ. მისი სახელი დრაკულა დრაკონის შვილს ნიშნავს, რომელიც ვლად მესამე მემკვიდრეობით მამისაგან ვლად მეორისაგან მიიღო. საქმე იმაშია, რომ ვლად მეორე დრაკონის არაინდო ორდენის წევრი იყო, რომელიც თავის დროზე დაარსდა იმ მიზნით, რომ საქრისტიანო მუსლიმებისგან, წარმართებისგან და ერეტიკოსებისგან დაეცვა. თუმცა ვლად მესამის შემთხვევაში ამ სახელმა დამატებითი კიდევ უფრო შემზარავი ჟღერადობა შესძინა. ვლად დრაკულა როგორც განსაკუთრებულად სასტიკი მმართველი, ცნობილი ჯერ კიდევ მისი სიცოცხლის პერიოდში გახდა. იმ პერიოდში ევროპაში ბევრი სხვა სასტიკით გამორჩეული მმართველიც იყო, მაგრამ ვლადს განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა მისმა დაპირისპირებამ ტრანსილვანიელ გერმანელებთან. პოლიტიკური და საავადმყოფო მიზეზებით დაწყებული დაპირისპირების მსვლელობისას ვლადი ხშირად ესმოდა თავს ტრანსილვანიელი გერმანელების დასახლებებს. აოხრებდა და წარსულდა მათ, მიჰყავდა ტყვეები და ბევრსაც ხოცავდა. მკვლელობის მისი ყველაზე საყვარელი ფორმა კი სარზე დასმა იყო. იმ პერიოდში ევროპაში ბეჭდვის ტექნოლოგია ახალი გამოგონებული იყო. სწორედ მისი გამოყენებით ვრცელდებოდა ამბები ვლადის სიასტიკეების შესახებ. იბეჭდებოდა პამფლეტები და ვრცელდებოდა ჩანახატები, სადაც წარმოჩენილი იყო არნახული სიასტიკის სცენები, სადაც ვლადის იყო ასახული. მაგრამ დრაკულა მხოლოდ გერმანელებთან არ ყოფილა დაპირისპირებული. იგი ოსმალების წინააღმდეგაც იბრძოდა და საკუთარ სამშობლოში ვლახეთში ძალაუფლების შედარჩენებას ცდილობდა. აი ამ დაპირისპირების ერთი სცენა ისტორიაში შევიდა და სამუდამოდ დარჩა, როგორც უმაგალითო სიასტიკის ფაქტი. 1462 წელი იდგა. ოსმალების ლაშქარი ვლახეთში შეიჭრა. ვლად დრაკულას არ გააჩნდა იმდენი ძალა, რომ ოსმალთა ძლევამოსილი სულთანი ღია ბრძოლაში დაემარცხებინა. ამიტომ იგი მათ პარტიზანულად ესხმოდა თავს. გარდა ამისა, მიმართავდა გადამწვარი მიწის ტაქტიკას. როდესაც ოსმალები ამ ლაშქრობის მსვლელობისას ერთ-ერთ ქალაქს მიუახლოვდნენ, მათ თვალწინ შემზარავი სურათი გადაიშალა. კერძოდ, ვლად დრაკულას ბრძანებით, სარზე გასმული ადამიანების ტყე აღემართათ. რამდენიმე ათასი ადამიანი სარზე იყო ჩამოცმული. სიასტიკეს მიშვეული ოსმალებს კი გაოგდნენ. თავზარდაცემულმა სულთანმა კი მალევე დატოვა ვლახეთი. დრაკულას გარეგნობაც შიშის მომგვრელი უნდა ყოფილიყო. მას წაწოტებული ცხვირი, ამობურცული თვალები და მრიცხანი გამოხედვა ჰქონდა. გარდა ამისა, თანამედროვე მეცნიერები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა მას ჰემოლაკრიას სჭირდა. ეს იშვიათი მდგომარეობაა, როდესაც ადამიანს სისხლიანი სრემლები სდის. თუ კი ეს ვარაუდი მართებულია, მაშინ ვლად დრაკულას დემონიზაციის დამატებით შეუწყურდა ხელს. საუკუნეების შემდეგ მწერალმა ბრემ სტოკერმა აღმოსავლეთ ევროპულ ფოლკლორზე დაყრდნობით ისტორიული ვლად დრაკულა მკვდრეთით აღმდგარ, შემზარავ და სისხლისმცემელ ვამპირ გრაფად გადააქცია. 1897 წელს გამოცემულმა ამ რომანმა გულისხმობ დრაკულას ძალიან დიდი პოპულარობა მოიპოვა, რომელიც დღემდე არ გამქრალა. დღეს დრაკულას პერსონაჟი 700-ზე მეტ ფილმში, ვიდეო თამაშსა და ანიმაციაში ჩანს, ხოლო პირველი ფილმები მის შესახებ ჯერ კიდევ 1920-იან წლებში გადაიღეს. ბრემ სტოკერისეული დრაკულა ჰოლივუდისათვის არაერთხელ გადაქცეულა შემოსავლის წყაროდ. საინტერესო პარადოქსია, რომ მთელი მსოფლიოსათვის ვლად დრაკულა ნამდვილი საშინელების განსახიერება და სიმბოლოა, მაგრამ ამავდროულად ბევრი რუმინელისათვის